ხუხაშვილი კი იერუსალიმის პატრიარქის ამ განცხადებას სკანდალურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ თეოფილე მესამემ საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია გამოაშკარავა. Ვის შეიძლებოდა დაინტერესებულიყო ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხით, ამ თემასთან დაკავშირებით მას ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით საკუთარი მოსაზრება აქვს. როდესაც პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბარი დაიწყო და სხვა მოღვაწეებმა, სახელმწიფო მოღვაწეებმა იგრძნობოდა, რომ რაღაც არ იყო აქ წესრიგში, სინამდვილეში, როგორც პატრიარქის განცხადებიდან არის ნათქვამი, ფაქტიურად ხელისუფლება მუშაობდა არა იმაზე, რომ თვითონ რამე გაეკეთებინა, არამედ როგორ ჩაეშალა სხვების ინიციატივა, ხო, ანუ ფაქტიურად სხვების თემის გაფუჭებაზე მუშაობდა მთელი სახელისუფლება მანქანიდან და ყოველად სკანდალური განცხადებაა, მე ვიტყოდი. ეხლა რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პატრიარქი საუბრობს ბიზნესმენების ჯგუფზე, რა ჩვენ ყველა ვიცით, ვინც არის ეს ბიზნესმენი, ხო? ანუ ერთ-ერთი ადამიანია საქართველოში, ვისაც შეუძლია ამ მასშტაბური პროექტის აწევა. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შექმნილი გარკვეული ილუზია, რომელიც დღეს აღმოჩნდა ამ განცხადებიდან, რომ იყო სრული ტყუილი. Facebook-ზე რეაქტიული საარტილერიო სისტემით ტრაბახობს ამ სათაურით სტატიას გამოცემა შპიგელი აქვეყნებს. ავტორი ბენიამინ ბიდერი მიიჩნევს, რომ ქსელში შეიარაღების დემონსტრირება დაუძინებელი მტრის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აშკარა განაცხადი იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს საზღვარგარეთიდან მძიმე შეიარაღების შევსებას. 2011 წელს მან ირიბად სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰაერ და ტანკ საწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში პირველი ტყვია საქართველომ გაისროლა, აღნიშნავს სტატიის ავტორი. საზღვარგარეთი იარაღის მიწოდებისაგან თავს იკავებს, რათა საქართველოს შეიარაღებით არ გააღვივონ სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ ჩაუცხრალი კონფლიქტი. თუმცა სააკაშვილმა შეიარაღების სხვა გზა იპოვა, რასაც Facebook-ის ფოტოებამდე საზღვარგარეთი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. პატარა საქართველოს, სადაც ინდუსტრიის არც ერთი მნიშვნელოვანი სფერო არ არის განვითარებული, ახლა თავად ქმნის საკუთარ იარაღს. თებერვლის ბოლოს 4 მილიონზე მეტი ღირებულების ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პრეზენტაციას უკეთებს დაჯავშნულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკას. 2011 წელს კი ჯარმა სამამულო წარმოების ათობით ჯავშან მანქანა დიდგორი შეიძინა. ავტომანქანები ამერიკული ფორდის პიკაპის ბაზაზეა შექმნილი. მეტი აღარავის იმედი არ უნდა ქონდეს საკუთარი განვითარებით საქართველოს სურსუცხოვრი პარტნიორებისაგან მეტად დამოუკიდებელი გახდეს. 2008 წლის შემდეგ იარაღის შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, აცხადებს სააკაშვილი ახალი საარტილერიო სისტემის წარდგენისას. საქართველო მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს მწარე მინიშნება, ავტორის აზრით, ისრაელის მისამართით იყო გაკეთებული, რადგან საქართველომ წლების წინ ისრაელის მწარმოებელი ელბიტის 40 უპილოტო საფრენი აპარატი ჰერმეს შეიძინა. ახლახან კი ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული ამერიკული სპეცსამსახურების აჩრდილად წოდებული უსაფრთხოების კომპანია სტრატფორის ელექტრონული მიმოწერა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისრაელმა 2008 წელს რუსების უპილოტო საფრენი აპარატების კოდები გადასცა, რისთვისაც მოსკოვისაგან მიიღო ინფორმაცია რუსული მოდელის ირანული რაკეტების შესახებ, აცხადებს შპიგელის მიმოხილველი. ზუგდიდის მიმართულებით კი გადაადგილებაზე შეზღუდვები რჩება და მოსახლეობაც მოძრაობას ერიდება. ჩაკეტილია ენგურის ხიდი და იქ გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. სოფლებში ასევე შეიმჩნევა ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა გადაადგილება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ინფორმაციას მაესტროსთან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადასტურებს. თორნიკე კილანავას განცხადებით, ვითარება მთლიანობაში სტაბილურია. Naționalna, გამოიწია ზოგიერთი სახის გადაწყობა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობა თვალსაჩინოს ნიუზიდან გაიქცეულებით და ასევე დაიდან ზოგიერთი მასშტაბებით მოძრაობას თვალსაჩინოს საერთოდ შეფერდებით გაკეთებას ხოთობა არის ზალული იმ შეიმჩნეველი ფაქტები, რაც ანკვატის დემოკრატიის Dobry faktycznie. Katolu მხარის მოქმედებები ადეკვატურია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველა იმავე ნაზრად ვხედავთ და თვითონ ამ გაფრთხილებისას ჩვენ მაშინ
აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს კი 40-მდე საერთაშორისო წარმომადგენელი დააკვირდება. აფხაზეთში მათ ჩასვლა უკვე დაიწყეს, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. 10 მარტს დანიშნულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებზე აფხაზეთში 4 ათეულამდე საერთაშორისო დამკვირვებელს ელიან, მათ შორის რუსეთიდან, მოლდოვადან, ყარაბაღიდან, ლატვიიდან, ვენესუელადან, ნიკარაგუადან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ტუვალუდანაც. რუსეთიდან არჩევნებს კი ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის დელეგაცია დააკვირდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას გეგმავს ასევე დსთ საპარლამენტაშორისო ასამბლეის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლის სტატუსით აფხაზეთში სხვადასხვა რუსული ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც ელიან. 35 მანდატისათვის 150 კანდიდატი იბრძვის, 115 მათგანი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, 35 კი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს. 150 კანდიდატს შორის 16 ქალია, დე-ფაქტო პარლამენტის წევრობისათვის 125 აფხაზი, 11 სომეხი, 8 რუსი, 2 ბერძენი, 2 ქართველი, ასევე 1 ოსი და 1 ყაბარდოელი იბრძვა. კამპანიის ეს შენგეხება წარმომადგენლები და ორგანიზატორები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმართვა შეიტანენ. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით უმოკლეს ვადაში ქვეყანაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს. მათი აზრით მისიამ საარჩევნო გარემოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციათა წარმომადგენლების ორი ჯგუფი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმართვას 15 საათზე ერთდროულად შეიტანენ, რის შემდეგაც პარლამენტში გადაინაცვლებენ და მიმართვას უკვე კანცელარიას დაუტოვებენ. ამასთან კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები ეუთოს გენერალურ მდივანსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსაც მიმართავენ. მე თავისუფალი მოქალაქე ვარ ამ სახელწოდების აქციას კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან დღეს ახალგაზრდები გამართავენ. როგორც პოლიტიკურ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ისევე სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობის წევრები და სტუდენტები სოციალური ქსელის Facebook-ის დახმარებით შეიკრიბებიან. ახალგაზრდები ხელისუფლების პოლიტიკას გააპროტესტებენ, რომელიც მათი აზრით ძალადობრივია და ამბობენ, რომ აქცია აქტიური კამპანიის ხასიათს მიიღებს. განზრახმკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფო ნიკოლაშვილის საქმის განხილვას გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს 13 საათზე დაიწყებს. საქმის მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი განიხილავს, შეგახსენებთ, რომ გაზეთ კახეთის ხმის ყოფილი ჟურნალისტი შინაგან საქმეთა გურჯაანის სამმართველომ 31 იანვარს დააკავა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახმკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში წაუყენა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სოფო ნიკოლაშვილს პატიმრობა შეუფარდა და ის რუსთავის კოლონიაშია მოთავსებული. სურა პოლოლიკაშვილმა კი თბილისის დინამოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი ლელო ავრცელებს. გაზეთთან საუბრისას პოლოლიკაშვილს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არაფერი უთქვამს, ასევე უცნობია ის კლუბში სხვა სტატუსით დარჩება თუ დინამოსთან მუშაობას საბოლოოდ შეწყვეტს. სურა პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. ამ წლის მარტში ის დინამოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. პოლოლიკაშვილის სახელს უკავშირდება ასევე ესპანელი მწვრთნელი ალექს გარსიას ჩამოყვანაც, რომელმაც კლუბი დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა. ასევე რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად დინამოს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. საფეხბურთო კლუბში მისვლამდე 2009-დან 2010 წლამდე ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო, მანამდე 2006-დან 2009 წლამდე ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. დღეს საქმიანობას 11 ახალი ნოტარიუსი ოფიციალურად შეუდგა. მათ ტრენინგი ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციებში გაიარეს, რაც მათ მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაში დაეხმარათ. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მათ უკვე გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები.
დღეს 11 ახალდანიშნული ნოტარიუსი, რომლებიც უკვე შეუდგნენ თავიანთ სანოტარო საქმიანობას, მათ გადაეცათ სერტიფიკატები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრისა ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში. ეს იმას გულისხმობს, რომ მათ წარმატებით გაიარეს ეს კურსი, რაც გულისხმობს მოქალაქეებთან მათი როგორც ნოტარიუსის, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია თავისთავად ურთიერთობას, იმ ძირითადი უნარჩვევების შესწავლას, რომელიც მათ აუცილებლად დასჭირდებათ, გამოადგებათ და აუცილებელი შესასრულებელი პირობაა მათი წარმატებული საქმიანობისათვის. ეს იყო არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული კურსი, იყო სხვადასხვა როლური და სიტუაციური თამაშები. ეს ხელს შეუწყობს ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციის უნარჩვევების გამომუშავებას და კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სრულყოფას. თბილისის ზოგიერთ ქუჩას კი დღეს წყლის პრობლემები შეექმნა. დილის 11 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდა სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმისა და სასოფლო დასახლებებს, დიღომის 7, დიღომის 8, ასევე ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16 სართულიან კორპუსებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ვაშლი ჯვარში, კოძიაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებს, გოთუას ქუჩას და ასევე დროის ამ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით იღებს ბეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თამარაშვილის ქუჩამდე, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილის შეზღუდვა ხვალ დილის 6 საათამდე გაგრძელდება. სარემონტო სამუშაოების გამო კი დილის 10 საათიდან ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდა და ეს პრობლემა 15 საათამდე გაგრძელდება. თელასის ცნობით შეზღუდვა შეეხო ზაზიშვილის, ჩიტაიას, მამრაძის, ცხრაძმის, ყირიმის, ხუდადოვის, ასევე მნათობის, წინემძღვრიშვილის, პასტერის, უზნაძისა და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ. კალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს შინი და მაია ბარათაშვილი ახალი მუსიკალური პროექტით Georgia on my mind მსმენელის წინაშე რუსთაველის თეატრში წარდგა. მანამდე თეატრის ფოიეში თვითნასწავლი ხელოვანებისა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვრებისა თუ დიზაინერების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა გაიხსნა. შინისა და მაია ბარათაშვილის ახალი პროექტი ამერიკული ჯაზისა და ქართული 50-იანი 60-იანი წლების ქალაქური პოპულარული მუსიკის შერწყმაა. პროექტში მაყურებელი და მსმენელი მოისმენს ყველაფერს, რაც ესაჭიროება გემოვნებიან ადამიანს. შინი საერთოდ აკეთებს მუსიკას, რომელშიც არის მსოფლიო მუსიკის ელემენტები, აქ არის ესპანური ფლამენკო, არის ინდური მუსიკა, არის რითმები ბალკანური და რა თქმა უნდა ამერიკული მუსიკა, იმპროვიზაციული სისტემა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის გაჯერებული ძალიან ძლიერად ქართული სულით. ჩვენ გავაერთიანეთ ამ პროექტში შინ და მაია ბარათაშვილთან ერთად მხატვრებიც, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, ეკა ფერაძე, ზურა მარტიაშვილი, მანნა კიკნაველიძე, ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ევროპაში და დღეს ფიქრობენ და სურთ საქართველოში დაბრუნება. მე დიდი სიამოვნებით მოვედი ეხლა ამის საყურებლად და არაჩვეულებრივი მონაწილეები ჩვენს ქართულ მუსიკას და ფოლკლორია, ჯაზია, როგორ გითხრათ, შუაშია და სადღაცა და ამის პროპაგანდას ეწევიან საზღვარგარეთ, ეს მისასალმებელია და მე დიდი სიამოვნებით მოვედი რომ ნახო და სიხარული მივიღო ამ არაჩვეულებრივი დღევანდელი საღამოსა. შინი არის ჩემი ასე ვთქვათ ყოფილი ჯგუფი, ერთად მუშაობდით, როცა ადიო ერქვა და საოცრად მიყვარს მათი მუსიკა, მათი მუსიკალური პოტენცია და ის თავდადება, რომელიც გამოიკვეთება ყოველთვის ყოველი კონცერტის შემდეგ. ერთ-ერთი ძალიან მცირე რიცხვიანთაგანი არის საქართველოში სამწუხაროდ, რომელიც მართლა ქართულ საქმეს აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობენ. თბილისის საკონცერტო დარბაზში კი კომპოზიტორ ნატო გელაშვილის საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ძველი და ახალი თაობის მომღერლებმა ცნობილი სიმღერების შეასრულეს. შემოსული თანხა კი აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. კონცერტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სილია მეორის სულსვაკურთხევით ჩატარდა. ორგანიზატორები კი თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო იყო. გუშინ გახდა ცნობილი, რომ მოახლოეს მომავალში საქართველოში საკუთარ ჯგუფთან ერთად მომღერალი ვალერი მელაძე ჩამოვა. ის საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს და შეგროვებულ თანხას ასევე აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მოახმარს. ვფიქრობ, რომ მაინც განსხვავებული იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად წარმოიდგინეთ, რომ 10 დღეში გაკეთდა ეს ყველაფერი რა და აქედან შეიძლება ასე ვთქვათ, უკვე ნამღერი სიმღერა იყო 5. დანარჩენი იყო სულ გაახლებული, გაკეთებული და
ვფიქრობ, რომ იცი რა, საერთოდ ანუ ახალი კონცერტი დარჩა, როგორც გადაღებული და ისე მსმენელისთვის, ასე ვთქვათ, მოსმენელი და რა ვიცი, ნახოთ, ეხლა უკვე გავიგებთ გარშემოყოფების ასი, იმიტომ რომ მე ჩათვალეთ, რომ კონცერტი არ მიყურებია და არ მომისმენია, უბრალოდ რასაც ბორგავდი კულისებში. ესეთ კარგ საქმეს რო ემსახურება მომღერალი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ დღევანდელი დღით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და თან რაღაც კარგი ის იყო, იმიტომ რომ კარგი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ნატოს კიდევ ერთი სოლო კონცერტი გაკეთდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ჩვენ პირველად მივიღეთ მის სოლო კონცერტში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს და ჩემს საყვარელ ხალხს, იმიტომ რომ თუ ჩვენ რამის ვაკეთებთ ხალხისთვის. და მე ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელი დარჩა კმაყოფილი, იმიტომ რომ მათ გარეშე აქცია არ შედგებოდა და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ აქციას მოყვა გამოხმაურება და გაგრძელება. კინოს სახლმა კი 8 მარტთან დაკავშირებით პოეზიის საღამოს უმასპინძლა ლაკახი ბერიშვილის ლექსები ახალგაზრდა მსახიობებმა წაიკითხეს და ასევე ჯგუფი მორების სიმღერებით შესრულდა. საქართველოდან ეს ხელოვანი ხალხი და ხელოვანი ადამიანები, რომლებიც აერთიანებთ ამ საღამოს, ულოცავთ საქართველოს გარდა და საქართველოშიც ყველა მანდილოსანს. საღამო არის გაყიდვა არის სრულებისთვისაც და იყიდის, რომელიც ეს ნახა მოხმარდება ქველმოქმედება სამომავლოდ. იმიტომ რომ 8 მარტს ეხა იწყება პროექტი, ხელოვნება აერთიანებს ადამიანებს, რომელიც მიიღებს ძალიან სისტემატიურ სახეს.